მე თავიდან დავიწყებ როგორ მოხდა ეს ამბავი. დილას რავი, ახალი გათენებული იქნებოდა ალბათ. სროლის ხმამ გაგავიდა ყველა მთელი ოჯახი და გიორგი, თქვენს გითხავთ, თქვენ რამდენი წელს იყავით მაშინ? მე მაშინ 12 წლის ვიყავი. როგორც გითხარით, როგორც ხვები, ასევე მეც სროლის და ვერტფრენების გრუხუნმა გაგავიდა დილას ადრე. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ რავი, ნორმალურად ჩაცმას ვერ მოვასწარით. ბაბუა ევგენია ფრასიძე, რომელიც ჩემ გვერდზე საწოლზე იწვა, წამოდგა რაღაცა მოიცვა და გამოვიდა გარეთ აივანზე. ხელება წეული და ყვიროდა, რომ სახში ბავშვიც იყო, ბავშვები იყვნენ სახში და სროლა შეეწყვიტათ. ხელები იმის ნიშნად აწია, რომ ნებდებოდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად ეს სროლა არ შეწყვეტილა, ბაბუას ერთი ტყვია მოხდა, ძირს დავარდა, მეც ბაბუამ კი მითხრა რომ არ გავყოლოდი, მაგრამ ინსტინქტურად გავყევი კარებამდე და იქიდან უყურებდი და როცა ბაბუა ძირს დავარდა, მე შემეშინდა უკვე და ისევ სახში შევვარდი უკან. გოჩა და უმეხი გამოვარდნენ, დაჭრილი ბაბუა სახში შემოიყვანეს რა. სახში შემოყვანის შემდეგ ბოდიში გიორგი მაპატიეთ აივანზე გავიდა ბაბუა თუ რომელსაც აივანზე გავიდა სროლა საიდან იყო ამ დროს ქვევიდან თუ ჰაერიდან ამ დროს სროლა ჰაერიდანაც იყო ქვევიდანაც რავი ყველა მხრიდან ტყუები მოდიოდა რა ყველა მხრიდან ისროდნენ აბსოლუტურად ყველა მხრიდან წერიდან ჩამოდიოდა ტყუები ზევიდან ქვევიდან რავი მთელი სახლი ალყაში ყავდათ მოქცეული და ყველა მიმართულებიდან ისროდნენ და რას მინდა ხაზი გაუსვა რომ არც ერთი გაფრთხილება სიტყვიერად არ ყოფილა რომ სახლი გამოსულიყვნენ სახლიდან და დანებებულიყვნენ რასაც მთელი სოფელი დაადასტურებს რომ ეგეთი გაფრთხილება საერთოდ არ ყოფილა რა დილას დაიწყო თუ არა ეს სპეცოპერაცია პირველივე წამებიდან სროლა დაიწყეს და ეს სროლა რავი არ შეწყვეტილა არც ერთი წამით ალბათ 1 საათის რამოდენიმე მომენტი იყო როცა სროლის ინტენსიურობამ დაიკლო რა რავი 1 საათის მანძილზე მაინც დაახლოებით ეს სროლა არ შეწყვეტილა და ამის შემდეგ რაც ბაბუა შემოიყვანეს აი იყო ერთი მომენტი რომ სროლის სიხშირემ ცოტა დაიკლო და გოჩამ ხელი მომკიდა და მეზობელთან გადამიყვანა იქვე კარის მეზობელთან რომ მე მაინც გადავრჩენილიყავი თვითონ კი შევიდი რაგვარის იყო ეს მეზობელი რო გითხრათ აფრასიძეების ოჯახია გვერდზე ჩვენი კარის მეზობლები არიან დიახ ამის შემდეგ გოჩა სახში შევიდა რომ დაჭრილი მამისთვის მიეხედა ამის შემდეგ ისევ ინტენსიური სროლა დაიწყო მე მეზობელთან ვიყავი რავი მახსოვს ფეხსაცმელიც არ მეცვა და მეზობლებმა მომცეს მე ეგ ფეხსაცმელი